ტაქს ეს ფერმებიც და ის ტაქს ოკეი. მეგობრებო, მოგესალმებით მორსება და არხიგებად შროსან სამი. და დღეს მეგობრებო მე ისევ ვმუშაობ ჩემს საყვარელ ფერმერობის სამუშაოზე. ტაქს, დღეს პრინციპში გასაკეთებენ მხოლოდ ეს ფერმა და ის ფერმა, ვინაიდან დიდ ფერმებს აკეთებენ თავად შიწელნიკები. ხის პრინციპში მეგობრებო, სიმართლე გითხრათ, ის ფაქტი რომ მე არ ვიღებ ვიდეოებს 11 დღე და თან პლუს კიდე 11 დღე არ ვიყავი ჩემს საყვარელ სოფელში. მაგ ფაქტის გამო შეიძლება შეზენიკებს ეგონოთ რომ მე ასე თქვა ცოტა დამავიწყდა ფერმერის მუშაობა, მაგრამ არა მეგობრებო, დასაკვირველია არა, ტაქსტოპ აქ შეზენიკები არის, ტაქსტოპ მეგობრებო, ტელეფონი მირეკავს. მეგობრებო, მერია. ტაქს, ალო გამარჯობათ მე რო დიახ, რა გინდოდათ? საბა შეგიძლიათ შეიძლება ჩემს სახლში მოხვიდე, მე მინდა შენ მოგცე ხელფასი, თლიანი წლის ხელფასი. მთლიანი წლის ხელფასი? ტაქს, ოკეი, მე რო მაშინ ახლა მოვალ, ახლა დამაცადე თუ შეიძლება. მეგობრებო, გაიგეთ? მე სუნდა მე მომწეს თლიანი წლის ხელფასი, ვაუ, ეს რა მაგარია. საბა, მე გავიგეო შენ უნდა მიიღო წლიური ხელფასი? რა შეზენიკო, გამარჯობა, კი პრინციპში და რას მეკითხებოდი? დღეად იყავი ახლა, არავინ არ მოგიპაროს ეს სიზმრუნები, არა, შეზენიკო, არა. ტაქს, კაი, ოკეი, შენ გამო ის ამ ფერმებს აკეთებ, ხომ? ოკეი, ეს ძალიან კარგია, მეგობრებო, წარმოიდგეთ, თლიანი წლის ხელფასი, ტაქს. ტაქს, მე რო ის გამარჯობათ, თქვენ მე მეძახოდით, ისა გინდოდათ წლიური ხელფასის მოცემა? კი საბა, ახლა მოგცე, მადლობა დიდი, რასაც შენაკეთებ ამ სოფლისათვის. წუხდები, ასე ძალიან გთხოვ. შენ ძალიან ყოჩაღი ხარ და მაგიტომ შენ მოგცემ თლიანი წლის ხელფასს. მერო, მადლობა დიდი. ვაუ, მერო, დიდი მადლობა. ეს თლიანი ეს ყველაფერი ჩემია? კი საბა, კიდე ერთხელ გეუბნები, მადლობა დიდი, რასაც აკეთებ ამ სოფლისათვის. არაფრის მერო, თქვენ დიდი მადლობა, ნახონდის. ვაუ, მეგობრებო, დაინახეთ. ერთი სტაკი სუმრუდისა და ერთი სტაკი ალმასების. მე თელ სოფელში ახლა ყველაზე მდიდარი ვარ, წარმოიდგინეთ. საბა, შენ ახლა გამოისაიღე 1 წლის ხელფასი, მერმა დაგირიგა? და რა იყო რა ყველა მეკითხებით, კი, მერმა მომცა 1 წლის ხელფასი, წარმოიდგინე შეზენიკო. გეუბნები მე რომ არავინ არ გაგძარცოს შემთხვევით რომ ასე ამბობს თელს სოფელში, და არა, რას ამბობთ ასეც? მეგობრებო, კაი არა უშავს. პრინციპში მეგობრებო, ერთი სტაკი ისმრუდი და ალმასების. ტაქსტოპ მეგობრებო, ეს რა არის? ტაქსტოპ. მეგობრებო, ეს რაღაც საღებავია. ეს შეზენიკებო, ვინ ქნა ეგა? მეგობრებო, შეგეთ, ვიღაცა მაგ დააწვეთა საღებავი, მაგრამ მეგობრებო, ასეთ დღეს მე არავინ და ვერავინ ვერ გამიფუჭებს. ტაქს, პრინციპში სამუშაო მე გავაკეთე და პრინციპში მიცილია დავისვენო. მეგობრებო, ეს რა სისულელე დგას აქა? მგონი რაღაც მაგონებს, მაგრამ არ მახსოვს რას. მეგობრებო, ეს მგონი ისევ შეზენიკები მე რაღაც დამტროლავენ, ხომ? ტაქსტოპ მეგობრებო, ახლა უნდა ჩავდე ის ყველაფერი და უნდა გავიგო ახლა შეზენიკებისაგან, ეს მგონი შეზენიკებმა ჩამისვეს რა სისულელია აქა. ტაქს, ხომ პრინციპში უნდა გავიგო ახლა შეზენიკებისაგან, მგონი 100%-იანი. მეგობრებო, ფერმერი შეზენიკო, გამარჯობა. და ისა შეიძლება მითხრა და შენ შეთხოვით ხომ არ იყავით ჩემს სახლში და ხომ არ გინახავს იქ ვიღაცამ დამიყენა ასეთი, როგორ გითხრა, რაღაც საკიდებელი, რაღაც სპეციალური ხისგან გაკეთებული. საბა, რას ამბობ? ხისგან გაკეთებული საკიდებელი? ტაქსტოპ, გონია გვიცი რაცა. ეს რაღაც საერთოდ ტაქსტოპ, საბა, მე რაღაც ნერვიობ ცოტა შენზე, ვინაიდან ეს საკიდებელი იცი რა შეცავს, ეს მოკეთ, მე მინდა გითხრა ერთი ისტორია, მოკეთ, ჩვენ სოფელში ერთხელ ასე გაძარცვეს ჩვენი შიწელიკი, ერთ-ერთი შიწელიკი, მოკეთ, შეხედე ჩვენთან მოკეთ იყვნენ ასეთი ქურდები,
კიდე ერთი წლის წინ, ნუ მგონი შენ გახსოვს ხო, როდესაც ჟიწენიკი რო გაძარცვეს, მოკეთ სპეციალურად ჟიწენიკს დაუყენეს საღებავი, ანუ ცოტა საღებავით კარები გაუხემეს წითელ საღებავად. შემდეგ შევიდნენ სახლში და დაუკიდეს სპეციალური ხის საკიდებელი. მაგის შემდეგ ზუსტად ღამის 12 საათზე მივიდნენ და დაუკიდეს კიდე ერთი საკიდებელი. შევიდნენ და გაძარცვეს ეს საწყალი ჟიწენიკი და სახლი თითქმის დაუგრეს. მგონი შენ გახსოვს ხომ ეს ისტორია? ხომ, გამახსენე. მადლობა დიდი ფერმაო ჟიწენიკო, так стоп და ჩემ სახლისაგან რაღა უნდა. так стоп, ჟიწენიკო, თუ რამეა ჩემთვაც იმასქნეს, აი ამ წითელ საღებავად ჩემთვაც იმასქნეს. ანუ უბრალოდ შემიღების მიწა და ჯანდაბა, так стоп, მადლობა დიდი ფერმაო ჟიწენიკო, რომ გამახსენე. ისე მართლა მეგობრებო, გამახსენდა. ოი, так стоп, მეგობრო, რაღაც ეს არ რაღაც მეგობრებო, რაღაც არ მომწონს ეს ძალიან და რა ვქნა ახლა, так стоп, ეს საკიდებელი რაღაც მეგობრებო ძალიან არ მომწონს. ახლა გამახსენა ამ ჟიწენიკმა, ხომ? მახსოვს ეს ისტორია, მაგრამ მე რაღაც შუაში ვარ. так стоп, ნუ არ ვიცი ახლა ვინ გამოვიძახო. და ქოკე მეგობრებო, მგონი მე ახლა უნდა გამოვიძახო პოლიციამ, ეს მართლა ეს ხუმრობა არ არის. დიახ და მოკეთ შემოვედი მოკეთ რა ამის შემდეგ ჩემს სახლში და აი ეს საკიდებელი დამხვდა აქა და გთხოვთ რა რაღაცნაირად მოაგვიათ ესა. უკაცრავად პატიცებულო სამა, თქვენ მაგის გამო გამოგვიძახეთ ჩვენ ქალაქიდან, ჩვენ მაგის გამო მოვდიოდით 2 საათი იმის გამო რომ თქვენ ვიღაცამ დაგიგიგათ აქ საკიდელი და თქვენ გონიათ რომ მაგის გამო ვიღაცა თქვენ მოგკლავთ. თუ მე წავალ ახლა პოლიციის სადგურში და მოვუყვები ჩემს მეგობრებს, არავინ არ დამიჯერებს. რას ნიშნავს, მოიცადეთ, თქვენ ხო პოლიციელი ხართ და თუ შეიძლება დამიყევეთ, არ ვიცი, მე ვითხოვ დაცვას, ვინაიდან ეს მართლა ერთხელ ჟიწენიკს მოუპარეს თლიანი სუმრუდები, რაც კი ქონდა და მე კიდე წლიური ხელფასი მომწეს და უკვე 1 საათში იქნება ღამის 12 საათი და გთხოვთ, მე ვითხოვ დაცვას, გთხოვთ დამიყენეთ დაცვა. ტაქს, ნუ ოკეი, რადგან თქვენ იცხოვთ დაცვას, 2 ადამიანი თქვენთვის იქნება 2 სტაქიის სურვილი. შეგიძლიათ ახლავე გადაიხადოთ. რა? იცით რა? წადით თქვენი დაცვით ისევ ქალაქში. ამ ჭირდება მე თქვენი დახმარება. მადლობა დიდი. ჯანდაბა მეგობრებო, აი პოლიციელებსაც კი არ სჯერათ, აი პოლიციელი გამოვიძახე და მათაც არ სჯერათ და წარმოიდგინეთ 2 სტაქიის სუმრუდი მომთხოვა დაცვისათვის მეგობრებო, ჯანდაბა უკვე 40 წუთში იქნება ღამის 12 საათი და მე მეგობრებო, აი საშინლად მეშინია ახლა რომ არაფერი არ მომიპარონ. ჯანდაბა და კიდე ერთხელ ჯანდაბა. так стоп. არ ვიცი, შესაძლებელია მე მართლა უკვე რაღაცეები მეჩვენება, უბრალოდ შესაძლებელია ეს პოლიციელიც უკვე მართალი, არ ვიცი, ცოტა ხანი კომპიუტერთან ხომ არ დავჭდე. так стоп, მეგობრებო, ეს რა იყო? მეგობრებო, так стоп, გესმით? так стоп, მეგობრო, რაღაც არ მომწონს. ერთუց ალმასის ხმალი, так ალმასის ხმალი და ჯანდაბა მეგობრებო, ვერ წარმოიდგენთ როგორ მეშინია. მაგრამ თქვათ, так გონი არავინ არაა. так стоп. ერთუც так თქვათ და ვინ არის აქ? так стоп. ჯანდაბა მეგობრებო, იქ ჟიწენიკები არიან და შეიძლება არანორმალური ვეგონო. უბრალოდ დავდივარ აქ სახლის უკან და არავინ არ არისო, ჩემი ფერმა კიდე იზრდება. ტაქს მეგობრებო, არავინ არ არის, ტაქს, მაგრამ მაინც უფრო კარგია სახლში შევიდე. ტაქს, ნუ ხო შესაძლებელია მე უკვე ზედოთ გავსულელდი და შესაძლებელია ტყუილა მჯერა, მაგრამ ეს საღებავი აუცილებლად აქედან უნდა მოვაშორო. ტაქ და სტოპ მეგობრებო, ერთად ჯანდაბა მეგობრებო, კარები არ ჩაკეტე, ტაქ სტოპ. და ჩემს სახლში ხომ არავინ არ არის. ტაქს, ეს რა წიგნია, ტაქ სტოპ. დარჩა 5 წუთი. ტაქ სტოპ მეგობრებო, რას ნიშნავს დარჩა 5 წუთი? ტაქს,
ეს საკიდებელი კიდე აქ არის, მაგრამ ჯანდაბა მეგობრებო, მე კარები არ ჩავკეტე უბრალოდ და საღებავი მეგობრებო, არა. აქედან 100% უნდა წავედე და სტოპ. ალმასები და ისუნრუდები ჩემთან. და დროზე და ყველაფერი ავიღოთ. ნუ მაგათ ყველაფერს ვერ ავიღებ ახლა 5 წუთი გადარჩა და არა. ხო გაგაფრთხილებ შენ ანუ მოდი აქა არა დროზე მეგობრებო ჯანდაბაში დროზე მეგობრებო ჯანდაბა ეს მართლა ქურთი იყო მართლა შეძენიკმა არ მომატყვა ნუ პრინციპში ეს ისტორია მეც ვიცოდი ეს ისტორია მაგრამ რეკრები რატო არ წავედი დროზე აი ჯანდაბა დაგსტროზე რა ჯანდაბა ხდება მეგობრებო დავარდი კიდე მუხლი გავიჭერი მაგრამ ეს თავარი ახლა არ არის მაგრამ ძალიან ტკივნეა დროზე მადლობა დიდი მეგობრებო ვინც უყურა ეს ვიდეო ბოლომდე ახლა უნდა წავიდე არ ვიცი სადმე პოლიციას მაინც უნდა დავურეკო ხომ ჯანდაბა როგორ წავიქეცი მტკივნეულად მადლობა დიდი ვინც უყურა მოგეთ ეს ვიდეო ბოლომდე თუ მოგეცეთ ეს ვიდეო და ლაიქეთ ახლა კი მეგობრებო დაგანშაობებით ნახვამდის